სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ეწოდება უძღები შვილის კვირიაკე. უძღები შვილი აი ეს იგავი, რომელიც დღეს სახარება იქნა წაკითხული, კვირიაკესა შესაბამისი სახელი აქედან გამომდინარე აქვს. უძღები შვილი გახლავთ ის იგავი, რომელიც მინდა გითხრათ, რომ იმდენად ზუსტად აღწერს კაცობრიობის ისტორიას ცალკე და თითოეული ჩვენგანის, როგორც პიროვნების ისტორიას ცალკე, რომ ესეთი უზუსტესი გადმოცემა, აი რატომ არის იგაური თხრობა კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქ არა მარტო რაღაც ერთი ისტორია შეიძლება იგულისხმოს, თითოეული ადამიანი საკუთარ თავს დაინახავს, თუ კი აი ამ სახარებას გააცნობიერებს მინდა გითხრათ. იმიტომ რომ იგავი ეს უძღები შვილის შესახებ ყოველთვის ჩვენს წარმოდგენაში არის, რომ ვიღაცა მეზობლის კაცს ეხება ესა და ვიღაცა ურწმუნო ნაცნობს, რომელიც ეკლესიაში არ დადის და მე თქვენ გეტყვით, რომ ეს თითოეულ ქრისტიანს ეხება და ეს მთელ სამყაროსაც ეხება და გეტყვით თუ რატომ და როგორ ცალკე სამყაროს და როგორ ცალკე პიროვნებებს ესე სათითაოდ აღებულს როგორ შეიძლება გვეხებოდეს თითოეულ ჩვენგანს. ამიტომაც ეს უზუსტესი თხრობა, ეს უზუსტესი გარდამოცემა აი ამ იგავისა ამ შემთხვევაში, რომელიც ჩვენ ლუკას სახარებაში მოვისმინეთ, მიკროფონი შემომაშველეს. ეთქობა ჩემი ხმა არის მის გარდა. უზუსტესი გადმოცემა აი ამ ისტორიისა, რაც მოხდა კაცობრიობის ისტორიაში, ცოდვით დაცემის შესახებ და მერე თითოეული ჩვენგანის ისტორიაში რაც ხდება ხოლმე და მეორდება ხშირად, აი ამის შესახებ ესე მოგვითხრობს თვითონ მაცხოვარი და ამბობს ასეთ იგავს, რომ იყო ერთი კაცი, რომელსაც ორი შვილი ყავდა, უმცროსმა შვილმა მოსთხოვა თავისი წილი საცხოვრებელისა, წავიდა და დახარჯა რაღაცა უბედურებებში მთელი ეს ფული და იქ მერე ღორების მწყემსი გახდა, რაღაცა ძალიან ცუდად იყო და მოეგო გონებას, ოდესაც შიმშილისაგან კვდებოდა და ღორების საჭმელსაც კი არ აღირსებდნენ მას, იფიქრა, რომ მამაჩემთანო ხო მუშაობსო, დაქირავებული ხალხიო და პური მაინც აქვს, საჭმელათო წავალო და ვიტყვიო, რომ ცოდეო ღვთის წინაშეო, ცოდეო შენს წინაშეო და ერთი მუშაკთა შენთაგანი ესე როგორც დაქირავებული მუშა ესე მიმიღეო და მამა ღებულობს მას მოგეხსენებათ ეს ისტორია თქვენ იცით. იქ უფროსი ძე გაბრაზდება, რატომ ასეთი პატივით მიიღეთ და მამა ამბობს, რომ როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ კაცი მკვდარი იყო და გაცოცხლდა. მკვდარი კაცი გაცოცხლდა, ასეთი სასწაულის მომსწრენი ვარ და როგორ შეიძლება ესეთი სიხარული არ ქონდეს. ეს ძალიან მოკლედ გადმოგეცით მე თქვენ ეხლა იგავი, მაგრამ აბა ნახეთ თითოეული დეტალი. თუ არ მიემართება მთელ კაცობრიობას და თუ არ მოგვემართება თითოეულ ჩვენგანს. კაცობრიობას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ასე იყო. ასე დაეცა კაცობრიობა, როდესაც მან მიატოვა ღმერთი და ესე გაფანტა მთელი თავისი მოცემულობა, რა მადლიც ჰქონდა ღვთისგან მას მოძებული და მინიჭებული, ყველაფერი ეს გაფანტა რაში? ცოდვით როცა დაეცა, არჩევანი გააკეთა, რომ ღმერთთან ყოფობა აღარ უნდოდა. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს როგორ მოგვემართება ეს ამბავი, იცით? გეტყვით ამასაც, რა თქმა უნდა. თითოეულ ჩვენგანს მოგვემართება ისე, რომ ქრისტიანი რომ ხარ, ხშირად თუ გიფიქრია იმაზე, რომ რა პატივი გაქვს შენ, რა მოგანიჭა შენ ზეციურმა მამამ, რომ მისი ძის სისხლსა და ხორცს შეგიძლია ეზიარო და ასე გაერთიანდნენ ღმერთთან კავშირი ასე შეკრა და ესეთი ურთიერთობა კონდეს გამოთმებული მასთან, მაგრამ შენ ხშირად ირჩევს სხვა რამეს. ეს ყველა კონტექსტით შეიძლება იქნას განსა, თუნდაც ის, რომ ჩვენი ახალგაზრდობის წლები რაში გვაქვს გაფანტული, ეს არ არის უძღები შვილის მსგავსად. ეხლა რომ თვალს მაკლია და ყურში ისე კარგად აღარ, ჩემი გონება ისე კარგად რომ აღარ მუშაობს, ფეხზე დიდხანს დგომა რომ აღარ შემიძლია, უკვე ამას აქში რომ ვარ და რას ვაკეთებდი ახალგაზრდობაში, მთელი ეს ენერგიები, მთელი ჩემი ცოცხალი გონება, რაში გავფანტე? ფუჭ ინფორმაციებში, რომელიც არაფერში არ მჭირდება, არაფერს არ წაადგება, ჩემს სულიერ ამაღლებას არაფერს არ წაადგება. ქალს, რომელსაც შეეძლო მრავალი შვილი ეშვა, არ შვა, იმიტომ რომ არ ეცალა ამისთვის,
სამსახური ქონდა და სამეცნიერო ხარისხები ქონდა დასაცავი. მამაკაც რომელსაც შეეძლო უამრავი სიკეთე ეკეთებინა, არა ამისთვის არ ეცალა, იმიტომ რომ ჯერ უნდა მოეთავებინა ყველაფერი. თუ რაიმე ამქვეყნიური სიამფრბილობა იყო, არ არის ეს უძღებიშვილის მსგავსი მაგალითი? და ყველაზე მთავარი მაინც რა არის იცით უძღებიშვილის აი ეს პრობლემა. ნახეთ, ის მიდის თავის მამასთან და ეუბნება რომ მომეცი ის რაც მეკუთვნის ჩემი წილი. შვილები წილს როდის ითხოვენ მამისაგან იცით? როდესაც მამა ცოცხალი აღარ არის. თქვენ ერთი ცნობილი ფილოსოფოსის გამოთქმა ალბათ ყველას გახსოვთ რომ ქრისტე მოკვდა. ღმერთი მოკვდაო მან ესეთი რამ თქვა. იცით რატომ თქვა ეს? ღმერთი არ შეიძლება რომ მოკვდეს, მაგრამ შენთვის შეიძლება რომ მოკვდეს. როგორც კი შენ მისგან წილს ითხოვ, მაგრამ პატივისცემას არ გამოიჩენ, შენთვის ის ღმერთი ხომ აღარ არსებობს. ხომ მკვდარია უკვე ეს ღმერთი. და ეს უძღების შვილი, რომელზედაც წერია იქ რომ წავიდა და გაპლანგა რაღაცა მეძავებში და განაბრინა. მეძაობა არა მარტო პირდაპირი მნიშვნელობით არის მეძაობა, რომ ადამიანი ვიღაცა კაცი სულ უკიყოფა ქცევის ქალებთან წავა და ეს ქალებიც მეძავებად იწოდებიან და ეს მამაკაცით მეძავა. არა მარტო ეს, არამედ ისრაელის ერს არაერთ გზის აქვს ბიბლიაში ნათქვამი რომ თქვენ რომ მეძაობდით სხვა ღმერთებთან. რას ნიშნავს მეძაობდით სხვა ღმერთებთან? იმას ნიშნავს რომ ჭეშმარიტებას როდესაც დატოვებს ადამიანი და სხვა რამით ერთობა, სხვა რამესთან არის შეერთება. მეძაობა ზოგადად რა არის? შეერთება არის იმასთან, ვინც შენ არ გეკუთვნის, ვინც შენი სისხლი და ხორცი არ არის. ამიტომ ადამიანი, რომელიც უერთდება იმას, რაც მას არ ეკუთვნის და არ არის მისი სულიერი ამაღლების ღირსი, ეს არ აქვს მნიშვნელობა მართლა მეძავთან იქნება შეერთებული თუ რაღაცა სხვა უბედურობით, გართობითა და გარყვნილებით მოინდომებს ის რაღაცა თავისი ცხოვრების გალევას, იცოდეთ რომ ესეც სულიერი მეძაობა არის. და ამიტომაც ამ უძღებმა შვილმა როგორც გაპლანგა და გაფანტა მთელი მამისეული მადლი, სწორედ ასე ფანტავთ ხოლმე ჩვენც ამას ყოველივეს, თუმცა კი ამეგავით საკითხვისას საკუთარი თავი ნაკლებად გვახსენდება. ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, რომ აი ჩემი მეზობელია ასეთი, თორემ მე როგორ გეკადრება, მე ხომ დავდივარ ეკლესიაში. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ წმინდანები არაწმინდანებისგან იცით რითი განსხვავდებიან? მე ვგულისხმობ ორივე რომ მრევლია, მაგალითად ტაძარში დადიოდა ერთი კაციც და მეორეც, მაგრამ ერთი წმინდანია და მეორე არ არის წმინდანი. და რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან? იცით, მხოლოდ ერთადერთი რამით, რომ წმინდანი, რომელიც ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ინახავს საკუთარ თავს, აი ამ სიწმინდეს უფრთხილდება. და შენ ადამიანო, რომელსაც გაქვს ეს პატივი, იმიტომ კი არა რომ დაიმსახურე, იმიტომ რომ საჩუქრად მოგეცა ღმერთისგან და გაქვს ეს პატივი რომ ეზიარო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, როგორ უფრთხილდები ამას, მაშინვე შეგიძლია გაიხსენო შენი თავი, როგორც კი გახვალ ეკლესიიდან გარეთ. აკონტროლებ თუ არა საკუთარ ენას, აკონტროლებ თუ არა საკუთარ მხედველობას, აკონტროლებ თუ არა შინაგან სულიერ მოძრაობებს, როგორიც არის შური მაგალითად, რომელმაც შეიძლება შეგჭამოს შიგნიდან და გამოგხრას როგორც ადამიანი. ამიტომაც იფიქრეთ ამაზე დანოდაც მანო, რომ უძღების შვილის მსგავსად ვითხოვთ ჩვენ ამას, მაგრამ ვითხოვთ ცოცხალი ღმერთისგან, თუ მოკვდა ჩვენთვის ღმერთი ფილოსოფოსისა არ იყოს. მოკვდა ნიშნავს იმას, რომ ფორმალური გახდა ეს ყველაფერი და ხორცთან და სისხლთან კი აღარა მაქვს ზიარება, პურთან და ღვინოსთან მაქვს. და ასეთი პური და ღვინო სახლშიც მოგეპოვება თქვენ, შეგიძლიათ გატეხოთ და ჭამოთ, არავინ არ დაგიშლით ამას. მაგრამ ეს პური და ღვინო, რომელიც სისხლი და ხორცია, მასთან არ შეიძლება გქონდეს შენ როგორც მოკვდავთან ისეთი დამოკიდებულება. სრული თაყვანისცემის ღირსია, როგორც ღმერთისა ეს პური და ხორცი, ამ შემთხვევაში ხორცი და სისხლი. სრული თაყვანისცემის მსგავსად, სრული პატივისცემა შენგან მოდიოდეს, უნდა ის რომ კი არა რომ ვეზიარე და მორჩა ამით ეხლა წავალ მე და ჩემ ცხოვრებაში მე ისე განკარგავ ყველაფერს როგორც მე მინდა. არა, როდესაც შენ ამას უფრთხილდები და მისი ნების გამომეძიებელი ხარ, ნახეთ ნეტარარს კაცი, რომელიც პირველი ფსალმოში როგორ წერია, რომელიც მარადის გამოეძიებს ჯულსა მისა. სულ იძიებს ადამიანი ამ ჯულს, რომ რაიმე ისეთ ხომარო აკეთებ, რაც ეწინააღმდეგება საფრთხო მოძღვრებას, რაც ჩემს ზნეობრივ კანონს რაღაცნაირად გადამახვევინებს და სხვა გზით წამიყვანს.
ამიტომაც უცხების შვილის მდგომარეობა გახლავთ ის მდგომარეობა, როდესაც ის ხან გაცნობიერებულად, ხან გაუცნობიერებლად ითხოვს წილს მამისაგან, მაგრამ ამ წილის მოთხოვნაში იცოდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წილს ითხოვენ მაშინ, როდესაც მამამ მკვდარია. იქამდე არ ითხოვენ ამ წილს. და თუ ითხოვენ ცოცხალი მამისაგან წილს, მამასთან ერთად სასიხარულოდ უნდათ, რომ ეს წილი იქვე კონდეთ და მამის გარეშე არანაირად არ უნდათ ეს წილი. როგორც კი მამის გარეშე გინდა ეს წილი, მაშინვე აღმოჩნდები უცხო ქვეყანაში. უცხო ქვეყანა არ გეგონო თქვენ სადმე ისეთი რამე არსებობდეს, სადაც ღმერთი არ არის. ღმერთი ყველგანაა, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ფსალმონის სიტყვების არ იყოს, ახ თუ ხვდე ცად იქ ხარ, შთა თუ ხვდე ჯოჯოხეთად, ნახეთ როგორი სიტყვებია, ახლოსვე ხარ. რას ნიშნავს ეს? ზეცაში თუ ავედიო იქ ხარო, მაგრამ ჯოჯოხეთში თუ ჩავედიო, ახლოს ხარო. რატომ წერია ასეთ სიტყვები, ცით? განა ჯოჯოხეთში არ არის ღმერთი. კიდევ ერთხელ გიმეორებ. არ არის ადგილი, სადაც ღმერთი არ არის. მაგრამ ჯოჯოხეთი განსხვავებულია რითი, იცით რომ ახლოსაა, მაგრამ ვერ წუდები. ეს არის სწორედ ტანჯვა. რაღაცა რომ ახლოს რო წყუროდეს წყალი, იხჭებოდეს წყურვილით და ახლოს კონდეს, მაგრამ ხელის გაწვდენა არ შეგეძლოს. ამისი ძალა არ ყოფნიდეს. ამაზე დიდი ტანჯვა რა შეიძლება იყოს, რომ ვერ ხედავდე ამ წყალს, შეიძლება ნაკლებად დაიტანჯო, მაგრამ როდესაც ხედავ წყურვალი წყალს და ვერ სვავ მას, ამაზე დიდი სატანჯველი მე არ მგონია, რომ რაიმე იყოს შენი ხორციელი მდგომარეობისთვის. ეხლა წარმოიდგინეთ სულიერი მდგომარეობა, როდესაც შეხედავ იმ ნეტარებას, იმ სინათლეს, იმ სიხარულს, რომელთანაც თანაზიარება არ შეგიძლია. და რატომ ვინმე კი არ გადაგიწყვიტა, რომ ეს ესე უნდა ყოფილიყო. საკუთარ თავს ფაქტიურად განაჩენი შენ თვითონ გამოუტანე, იმიტომ რომ ასე გინდოდა, ასეთი ცხოვრება აირჩიე, რომ წილი მიიღე და კიდევ ერთხელ გეტყვით, იოანე ოქროპირი წერს ასეთ რამას, რომ ეს უცხების შვილი, ვიზეც ლაპარაკია, თანამედროვე ქრისტიანული გაგებით არ გეგონოთ მართლა ვიღაც მეზობლის კაცი, ქრისტიანს ნიშნავს, რატომ იცით, რომ ქრისტიანს ყავს მამა, ეს არის ეციური მამა, მონათლულ ადამიანს ნიშნავს. ვინც ინათლება, მას ყავს მამა. იოანეს სახარებაში მე-17 თავის 26-ე მუხლია ასეთი რამ წერია, რომ მე მაცხოვარი ამბობს, მე გამოუცხადე მათ, ანუ ჩემს მოციქულებსო, შენი სახელი. ისმის კითხვა, იესო ქრისტემ ჩვენ როდის გამოგვიცხადა ღმერთის სახელი? გითხრა რამე სახელი რა ქვია მას? გეტყვით როდის? როდესაც ლოცვა ასწავლა თავის მოციქულებს. ლოცვა იწყება ასეთი სიტყვით, მამაო ჩვენი. ანუ გამოუცხადა სახელი და უთხრა რომ ის არის მამა. ამიტომ ქრისტიანს მიემართება პირველ რიგში ეს იგავი, რადგანაც მას ყავს მამა, რადგანაც მას ყავს ძმა, შესაბამისად ის არის ქრისტიანი, რომელიც აი მიღებული აქვს ეს საფრთხო მადლი მამისაგან და მერე დანარჩენი უკვე არაერთგზის ვთქვით და იგავში წავიკითხეთ რა სწავლია, როგორ და რანაირად იქნა გაბრნეული. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, იფიქრეთ ამაზე, გაუფრთხილდით ამას, რომ თქვენ აქ მრევლი ხართ. ნახეთ ჩვენ წავიკითხეთ რაღაცა დიდმარხვისთვის გვაქვს ეს მზადება და რაღაც უკვე მე-3 კვირა არის, რომ რაღაცებს აი წავიკითხეთ მაგალითად ზაქეს ისტორია. ზაქე ვინ იყო იცით? ყველაზე საშინელი ადამიანი იმ ქალაქში. მაგრამ ქრისტეს ეძებდა. ძალიან უნდოდა რომ ენახა. მერე წავიკითხეთ მეზვერის და ფარისევლის ისტორია. მეზვერე იცით ვინ იყო? მრევლიც არ იყო ეკლესიისა. აი ესე შემოვლით იყო მინდა გითხრა, მაგრამ მან იმ გულში რომ ჯიხს იცემდა და თავისი უღირსების განცდა რომ ჰქონდა, ამიტომაც დაიმსახურა სწორედ ესეთი შენდობა, როგორც წერია, იქ რომ შენდობილი წავიდა ამ ტაძრიდან. და უცხების შვილი ვინ არის? ყველაზე სუსტი ადამიანი თელ აი ამ იგავში, იმიტომ რომ მამა ვინც არის ხედავთ, იქ ძმა ხედავთ რომ სულ მამის გვერდით არის და ეს არის ყველაზე სუსტი ადამიანი, რომელიც წავიდა და მიატოვა ყველაფერი და რაღაცა უბედურებაში დახარჯა ეს ყველაფერი. მთელი თავისი საფრთხო მადლი, რომელიც მოცემული ჰქონდა მას. ამიტომაც ჩვენი აი ამ გადმოსახედიდან უნდა გქონდეს განცდა იმისა, რომ ვართ ეს სუსტი ადამიანები. თუმცა კი ამ სისუსტეში გვაქვს უნდა გქონდეს უпростоრად ერთი ძლიერი მხარე, რომელიც ძლიერი მხარეც არის სწორად განსჯის უნარი, რომ მე უნდა ვთქვა, რომ ცოდე უფალო შენს წინაშე და მამის წინაშე და ზეცის წინაშე და ვითხოვ, რომ ხავს მე როგორც ერთი მუშაკთა შენთაგან.
ამიტომაც კეთილ მოწყალე მამა წარმოიდგინეთ როგორი საჩუქარია რომ რაღაც აი ისე არის მოთხრობილი თვითონ ეს იგავი საოცრად მხატვრულად არის მინდა ბიბლიურ თხრობას არ ახასიათებს მხატვრული აღწერილობა რაღაცა იქ ბუნება და ნაკადულები როგორ მოჩუქჩუხებს მსგავსი რაღაცები არ ახასიათებს მაგრამ იმდენად მხატვრულად არის ეს იგავი აღწერილი რომ აი რაღაცა პირდაპირ ტრაგიკული ჟანრია შეიძლება ითქვას რომ მამა როგორ გამოდის და როგორ ელოდება თავის შვილს იმიტომ რომ იმ გზაზე გამოდის ყოველდღე და იყურება საიდანაც წავიდა როგორ წავიდა იმ გზას გაყურებს საიდანაც ელოდება მის მოსვლას და რომ მოვა ამ შვილს გამზადებული რომ აქვს ტექსტი რომ მე ვწოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე და ყავ ერთი მუშაკ და შენთაგანი ამას აღარ ათქმევინებს უკვე ამისი საჭიროება აღარ არის უკვე იმიტომ რომ თავარია მოვიდა და მთავარია ეხლა ამ სიხარულით რომელიც სიხარულითაც მამა არის განწყობილი ყველას კონდეს ოჯახში თუმცა კი უფროსი ძმა ცოტა დაბრკოლდება მართლაც ასე მოხდა ხო როდესაც წარმართული სამყარო დაიწყო მოსვლა იესო ქრისტესთან ებრაელები გაბრაზდნენ ამაზე ებრაელებმა ქრისტე პირდაპირ გეტყვით ამისთვისაც არ მიიღეს იმიტომ რომ წარმართული სამყაროს ისინი მიიჩნევდნენ უკიდურეს დაცემულობაში ყოფება და როგორო ჩვენო მთელი ჩვენი ისტორია ღმერთო შენთან ვართო ეუბნებიან და ეს წარმართები რომ მოვიდნენ კაცო რა უბედურებები ჰქონდათ ჩადენილი და საზიზღრობები როგორ შეიძლება ეხა ჩვენს გვერდით აღმოჩნდნენ მაგრამ მამის გადაწყვეტილება ერთია რომ ადამიანს თავისი სამართალი აქვს და როგორ საზღვრავს თავისი სამართლიანობის მიხედვით მეორეა მამის სამართალი მამისეული სამართალი და მინდა გითხრათ რომ ჩვენ ვართ ბედნიერი ხალხი რომ მამა სამართლიანი არ არის ჩვენს წინაშე მამა რომ სამართლიანი იყოს ჩვენს წინაშე დაგვიფარე ღმერთო იმიტომ რომ სამართლიანად თუ მოგვეწევა ჩვენ ის რაც გვეკუთვნის მე გვინდა გითხრათ რომ ჯოჯოხეთი ძალიან ცოტა იქნება ჩვენთვის ამიტომაც მამა რადგანაც არ არის სამართლიანი ჩვენს წინაშე სხვა სახელი ქვია მას მოწყალე ქვია ამიტომაც ქვია საჩუქარი შენთვის ლიტურგიას ცირვას სადაც გახარ ამიტომაც ქვია საჩუქარი შენთვის ზიარებას ამიტომაც ქვია საჩუქარი იმ საფრთხო მადლს რომელიც შენზე გადმოდის იმიტომ კი არა რომ დაიმსახურე იმიტომ რომ შვილი ხარ და როგორც შვილს ისე გიყურებს და ამ შვილს უშურველად აძლევს ამ ყველაფერს და მერე ყოველივე იმის მიუხედავად თუ რაში დახარჯე თუ რაში გამოიყენე თუ როგორ გაფლანგე ეს ყველაფერი მზად არის ყოველთვის ხელგაშლილი შეგეგებოს როცა კი შენ იტყვი რომ მაპატიე მამა ამიტომაც ეს მოსამზადებელი პერიოდი დიდ მარხვისა მე მინდა თქვენ შეგახსენოთ რომ ასე არის ჩვენ ცხოვრებაში მე რაც მღვდელი ვარ ყოველ შემთხვევაში სულ ამას ვუყურებ და რაც მრევლი ვარ იქედანაც რომ დიდ მარხვაში მოვა და შეგროვდება ბევრი ხალხი და რაღაცა აბა ხელებს აღაპრობენ და აბა მუხლებს გადაიტყავებენ და აბა მეტანიებენ დაიკარგება ეს ხალხი აღდგომის მერე ვეღარ ვნახულობთ მათ სახეებს საერთოდ მერე კიდევ მოგვიახლოვდება აღდგომა კიდევ ახალი სახეები ხან ძველი სახეები დაბრუნდებიან ასეთია რაღაცა ესეთი ციკლია თითქოს ჩვენს მასში ცხოვრებაში რომ აი ეს უნდა ჩავატაროთ ეხლა და მერე აღარ არის საჭირო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ წმინდანები იმიტომ არიან წმინდანები განა არ ცოდავდნენ განა ცოდვები არ ქონდათ განა პრობლემები არ ქონდათ მათ მაგრამ ჩვენგან განსხვავებით იყვნენ ვინც ძალიან უფრთხილდებოდა იმ ზიარებას რომელიც ზიარებითაც ის დააჯილდოვეს წირვის დროს ამიტომაც იფიქრეთ ამაზე და ეს იყოს თქვენს გონებაში მთელი მარხვის განმავლობაში რომ გასტრონომიაზე და საჭმელზე კი არ იყოს თქვენი ფიქრი თუ როგორი მარხულებთ არამედ ფიქრი იყოს იმაზე რომ როგორ უნდა გაუფრთხილდე მე იმ სიწმინდეს რომლის მიღებასაც ველოდები მე სააღდგომო სიხარულით ამინ დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ ღმერთმა